ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და სახელმწიფოს შორის რამდენიმე წლიანი დავა დასრულა. დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც შეწყდა ყველა საქმე, რომელიც ოჯახს საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოში ჰქონდა დაწყებული. საარბიტრაჟო სასამართლოში დავის საგანი მთაწმინდის პარკი და ტელეკომპანია იმედი იყო. ოჯახი ამ დოკუმენტით უარს ამბობს ყოველგვარ ქონებრივ პრეტენზიაზე. საქართველოს მთავრობის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა, ოჯახის მხრიდან კი ინა გუდაბაძემ და ბადრი პატარკაციშვილის შვილმა და დედამ. ამ პროცესს მათი უცხოელი ადვოკატიც ესწრებოდა. პატარკაციშვილებმა ხელმოწერის შემდეგ გაავრცელეს განცხადება, რომ ისინი სამწლიანი პაუზის შემდეგ გააგრძელებენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაწყებულ ეკონომიკურ და საქველმოქმედო საქმიანობას. დღის ბოლოს ამ შეთანხმებას ჯოზეფ კეი გამოეხმაურა. ჩვენი ოჯახი კმაყოფილია იმით, რომ დღევანდელი ხელშეკრულებით დაისვა წერტილი მრავალწლიან დავაში. მგონი ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა. რასაც შემიერთალი ეთანხმება მე როგორც დედა და ჩემი ძლის ყოველთვის მომხრე ადამიანი მემხრობი იმას, რასაც შემიერთალი აცხადებს. წერტილი დაესვა ყველა დავას, რომელიც მიმდინარეობდა. მე ხაზგასმით აღნიშნავთ საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე დავას და განსაკუთრებით მივესალმებით იმ ფაქტს, რომ დავების დასრულებასთან ერთად და ყველა ღია საკითხის დახურვასთან ერთად ოჯახი ქალბატონი ინა აპირებს, რომ გააგრძელოს ბიზნეს საქმიანობა საქართველოში, რაც ძალიან მისასალმებელია, ბუნებრივია და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება ეს საქმიანობა. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას იმდენად, რამდენადაც ბადრის გარდაცვალებიდან დღემდე ჩემი პირადი ინტერესი იყო ამ შეთანხმების მიღწევა. მოხარული ვარ, რომ ბადრის ოჯახმა ბოლოს და ბოლოს მიიღო გონივრული გადაწყვეტილება. მე კვლავაც ვეცდები ეს შეთანხმება მივიდეს თავის დასასრულამდე.